გამარჯობა ლომო, როგორ ხარ? კეთილი იყო შენი მობრძანება არხზე და შენს გაშლაზე. ლომო, ჩვენ დაუკავშირდებით შენს ენერგიებს, ვნახოთ რა უნდა იცოდე ლომო, რა გელოდება უახლოეს დღეებში. რათა შორის არ დაგავიწყდეს, აიღო ის, რაც შენთან რეზონირებს, ასევე შეამოწმე შენი მთვარის და ასცენდენტის ნიშანი, რადგან ისინი ავსებენ მთავარ გზავნილს. მოდი ვნახოთ ლომო, რა წერია შენთვის ვარსკვლავებში. კარგი, ვარსკვლავი. ეს ვარსკვლავი კონკრეტულად სწორედ ამაზე გველაპარაკება, რა შენ სტაბილურობას პოულობ. ეს კარტი ბოდიში ვარსკვლავი სიმბოლოა სტაბილურობის და რაღაცის რაც მოდის, რაც შეიძლება ასევე მივიღოთ როგორც რაღაც ისეთი, რისიც უკვე უნდა დაიწყოთ დაჯერება სიმართლის, ამის სანდოობის და მისი ხანგრძლივობის. არა, რომ ეს არ არის რაღაც დროებითი, ეს არის რაღაც, მას აქვს პოზიცია დარჩენის, არა, რომელიც დროს გაუძლებს. ასე რომ უნდა ენდო იმ შინაგან ძალას და გამძლეობას შენს მუდმივობასთან დაკავშირებით, რადგან ეს ასევე უკავშირდება რაღაცას, რაც რაღაცნაირად ეწყობა არა მხოლოდ სურვილს, არამედ ეწყობა მუდმივობას ამაზე, არა? იმ სამუშაოზე, იმ პროექტზე, იმ ურთიერთობაზე, შენს ცხოვრებაზე და არის რაღაც, რაც გამოჩნდება და მოგიტანს იმას, რაზეც ასე ძალიან ოცნებობ, ან უკეთრო ვთქვათ, ნატრობ. კარგი, ვნახოთ რას გვეუბნებიან ანგელოზები. გახსენებ ლომო, რომ ეს ყოველთვის ზოგადი გაშლებია, მაგრამ ხანდახან შეიძლება შენთან რეზონირებდეს, ხანდახან არა. თუ გინდა შენი კონკრეტული შემთხვევა განიხილო, ყოველთვის გაქვს შესაძლებლობა პირადად ჩაეწერო ჩემთან კონსულტაციაზე. და შეგიძლია გააკეთო ეს კონსულტაცია უფრო სწორად დაჯავშნო ვებგვერდის მეშვეობით. ვებგვერდის მისამართს შენ ყოველთვის ხედავ ვიდეოში და გაქვს დამაგრებული კომენტარი შენს ნიშანთან, რათა პირდაპირ შეხვიდე გვერდზე და აირჩიო როგორც გითხარი შენი სასურველი გაშლა. კარგი, ვნახოთ რაზე გველაპარაკება, რას გვეუბნებიან ანგელოზები, იცი, რასაც გრძნობ ამ კარტით, ვარსკვლავით, არის ის, რომ შენ სთხოვე ეს ილოცე ამისთვის. და ეს ლოცვა შესმენელი იქნა, რადგან ღმერთმა, მასწავლებელმა სამყაროს ენერგიამ, რისიც არ უნდა გჯეროდეს, დაინახა შენი მუდმივობა, დაინახა შენი თავმდაბლობა და შენი მსხვერპლშეწირვა. და აი მოდის ჯილდო, მოდის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი, რაც მოდის, ეს არის ასევე დიდი კორექტირება და დიდი სიტუაცია, რომელიც არა მხოლოდ გიხდის სამაგიეროს, არამედ გუგეშებს ემოციურად და ასევე შენი ცხოვრების დონეზე ზოგადად, რადგან არის რაღაცები, რომლებიც უკვე აღარ მუშაობს, ან უკვე ვეღარ შეინარჩუნებ და რომლებიც უკვე აზრს კარგავს ამ რეალობაში, რადგან შენ რაც გინდა ცხადია, არის სიტუაციები შენ ცხოვრებაში, რომლებიც დარჩება და რომლებიც მოგცემს წონასწორობას. და მოგცემს ამას სტაბილურობას. ამიტომ რაც მოხდება, იქნება რეალობის უეცარი ცვლილება, რომლისკენაც შენ მიისწრაფი, რომელსაც შენ ითხოვ. და ეს იწვევს იმას, რომ რაღაც მოხდეს, რომ გამოვლინდეს რაღაც, რაც შესაძლებელს გახდის შენი ცხოვრების შეცვლას. და ყველაზე მეტად იმიტომ, რომ ეს არის რაღაც მოულოდნელი, არის უცაბედი და ვლინდება, ჩანს. და იქ შენ მიხვდები, რომ შენი თხოვნები შესრულებულია და ეს შენთვის იქნება ძალიან, მაგრამ ძალიან განმათავისუფლებელი. და შენ გათავისუფლდები ყოველგვარი დისკომფორტისგან, ყოველგვარი ბლოკირებისგან, გათავისუფლდები ეჭვისგან, გაურკვევლობისგან, გათავისუფლდები უბედურებისგან და გაიხსნები იმ შესაძლებლობებისგან, რასაც ეს გამოვლენა აქ თავაზობს. და იმ შესაძლებლობებისკენ, რაც საბოლოოდ მოგიტანა ამ სიტუაციამ. ასე რომ ყველაფერი ეს ისე ფენომენალურად ეწყობა შენთვის, რომ ზუსტად გეცოდინება ახლა მაინც რა გააკეთო, როგორ მოიქცე, როგორ იმოქმედო, დიდი გონებრივი სიცხადით, ზედმეტი ინტელექტით, რაც ძალიან მიხარია, რომ ასეა. და ყველაზე მეტად შენ უამრავი უპირატესობით სარგებლობ, იცი? ცხოვრებისეული გამოცდილების უპირატესობა, იმ სიტუაციის გავლის უპირატესობა, რაც ზუსტად უპირისპირდება იმას, რაც შეიძლება იყოს სხვა ადამიანები ან სხვა სიტუაციები. ამიტომ ხმლების დედოფალი ამბობს. კარგი, ჩვენ გვჭირდება, რომ შენი ცხოვრება დაალაგდეს, ლომო. მოდი დავალაგოთ ის ჭეშმარიტად სასარგებლო ადგილიდან შენთვის, სადაც შენ ნამდვილად შეძლებ მიუძღვნა თავი იმას, რისთვისაც შენ გიმუშავია. თუ შენ გინდა იცხოვრო ამით, თუ გინდა პროგრესირებდე ამაში, თუ გინდა გათავისუფლდე ნაკლებობის მდგომარეობისგან ან დაუცველობის მდგომარეობისგან, რადგან ის უკვე აღარ გეხმარება, არ გაკმაყოფილებს, არ გაძლევს მოგებას და გჭირდებოდა, რომ ეს მომხდარიყო, მე შემიძლია დაგარწმუნო, რომ გაძლევ აბსოლუტურ დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ შენ შეძლო პირდაპირ გააკეთო ეს, არა პირდაპირ მიეძღვნო ამას და დაინახო, რომ ეს სრულდება, რომ ის მოვიდა შენს ცხოვრებაში დასარჩენად და რომ შენ იქ თავს იგრძნობ უაღრესად კომფორტულად.
ამიტომ კარგი, ამას შენ იქნები ძალიან მიძღვნილი შენი სამუშაოსადმი, შენი პროფესიისადმი, შენი კარიერისადმი, სწავლისადმი, ეფექტური კომუნიკაციისადმი, მნიშვნელოვანი შეხვედრებისადმი. არ ვიცი, გაქვს თუ არა რაიმე დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც შეიძლება სამსახურიდან მოდიოდეს. თუ უნდა იყო როგორც ამას, გონებრივად მზად, რადგან უნდა მოამზადო რაიმე სახის სამუშაო, სადაც უნდა ისაუბრო, სადაც უნდა დაამყარო კომუნიკაცია, გამოხატო საკუთარი თავი, კარგი, ეს ყოველივე ეს არის ეტაპი, სადაც ნამდვილად იქნები 100%-ით მიძღვნილი. ასევე სოციალურ ქსელებში ზოგიერთი თქვენგანისთვის. როგორც არ უნდა იყოს, ვხედავ ეფექტურ კომუნიკაციას და განსაკუთრებით ძალიან საჭიროს პროფესიული ადგილიდან, სამუშაო ადგილიდან, რათა მოგცეს მნიშვნელოვანი ადგილი. არა? და ის გათავისუფლებს დისკომფორტის სიტუაციებისგან და ეს განსაკუთრებით ნაკლოვანებების სიტუაციებისგან, ანუ რომლებიც უკვე აღარ გამაგრებენ ან არ გაძლევენ სარგებელს. აქ არის შეხვედრა ვინმე მნიშვნელოვანთან შენთვის, ვინც გულს აგიჩქარებს. ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავს და უახლოვდება სითბოთი, უპირობო სიყვარულით. არა, არ ვგრძნობ ამ შემთხვევაში, რომ ეს იყოს ვინმე სასიყვარულო პარტნიორის დონეზე, მაგრამ კი ეს არის ვინმე მნიშვნელოვანი შენთვის, ურთიერთობა, რომელიც შეიძლება თავიდან იღვიძებდეს მეგობრობიდან. ასე რომ ეს არის ასევე ძალიან ლამაზი დღეები, რადგან კვლავ ხვდები ვინმე მნიშვნელოვანს წარსულიდან. კარგი, ვნახოთ რას გვეუბნებიან ახლა კარტები. ნახოთ, კარგი, ამოტრიალდა ყველა ესენი. ისევ ხმლების დედოფალი, იცი რომ სამართლიანობა აღდგება სიტუაციასთან დაკავშირებით, ეჭვი არ მეპარება. კარგი, ხმლების 6-იანი, სიკვდილის კარტი. მოიცი რომ რაღაცა დარჩა უკან, იცი? რა ხდება? კოშკის კარტი არ არის კრიზისის კარტი, ეს არის გათავისუფლების და ტრანსფორმაციის კარტი, რადგან აუცილებელია მომზადება ცვლილებისთვის. ეს ცვლილება მოიტანს შესაძლებლობას, რომ შენ გამოხვიდე არაკომფორტული სიტუაციიდან და სრულად გათავისუფლდე იმ სიტუაციისგან და შეძლო გადახვიდე სიგნალიდან პირდაპირ სინათლეში და შეძლო გადაადგილება, გქონდეს მოქმედების ველი გადასაადგილებლად. კოშკში ყოფნა არ გაძლევს არსად გასვლის საშუალებას, ვერ წინ მიიწევ. კოშკში ყოფნა არ გაძლევს წინ ყურების საშუალებას, კოშკში ყოფნა გზღუდავს. ამიტომ ეს უნდა მომხდარიყო, რათა შენ გაითვალისწინო გზის გახსნა იმ გათავისუფლებისკენ, რომელიც იგრძნობა. და ასევე არის ის შვება, რომლის აღდგენასაც იწყებ და იწყებ შემჩნევას რთული დროების, არეული დროების, ქარიშხლიანი დროების, ძალიან არასტაბილური პერიოდების გავლის შემდეგ. და რადგან შენ მიზნად ისახავ რაღაც სტაბილურს, რაც გასტანს შენს ცხოვრებაში გაძლევენ შესაძლებლობას გადახვიდე სხვა რამეზე. შეიძლება ეს ნიშნავდეს შენთვის სამსახურის შეცვლას, შეიძლება იყოს ქალაქის შეცვლა, შეიძლება იყოს მოგზაურობა, შეიძლება იყოს გადასვლა, შეიძლება იყოს იურიდიული სიტუაციის დასასრული, რადგან ხმლების დედოფლის კარტი ორჯერ არის. ამიტომ შეიძლება იყოს რთული იურიდიული სიტუაციის დასასრული, რომელსაც ძალიან დიდი ხანია მისდევ და ბოლოს წყდება და ამისგან თავისუფლდები, დამოუკიდებელი ხდები იმ პრობლემისგან, იმ საკითხისგან. ეს გაგრძნობინებს თავს ნამდვილად უკეთესად, ეჭვი არ ეპარება. და გაქვს სიკვდილის კარტი, ანუ ეს არის დიდი ცვლილება, გარდაუვალი ცვლილება, რომელსაც ვერ გაუწევ წინააღმდეგობას. სიკვდილის კარტი და კოშკის კარტი გვეუბნება, რომ დიახ, არსებობს ცხოვრების ცვლილება, არის რაღაც, რაც უკვე აღარ იქნება შენ ცხოვრებაში და შენ მისცემ ადგილს ახალს. ეს ახალი, რაც მოდის, არის ის, რაც შენი თხოვე რომ მოსულიყო, ან არის ის, რისკენაც მიისწრაფი, ან არის ის, რაც ნამდვილად დაიწყებს გამოჩენას ყოველ შემთხვევაში. და შენ დროთა განმავლობაში დაინახავ, რომ როგორც კი ის მიუერთდება შენს ცხოვრებას, შენ თავს იგრძნობ უფრო უსაფრთხოდ. თავს იგრძნობ ისეთ ადგილას, სადაც მიხვდები. ან შეიძლება ადამიანთანაც რომ ღირს ამ კონტექსტებს ონის დადება, რომ საბედნიეროდ მოხდა ეს. რადგან იმ შეზღუდულობაში ყოფნით და იმ სიტუაციაში, რომელიც უკვე არ გაძლევდა არანაირ სარგებელს, ძალიან მცირე იყო იმის ალბათობა, რომ მოხდებოდა ყველაფერი, რაც მოხდება შემდეგ. ამიტომ მადლობას უხდით მადლის ამ მომენტს უნდა ითქვას, რადგან შენი თხოვნები შესრულებულია. კარგი, შენ ზეიმობ ამ ყველაფრის გამო და არიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც ზეიმობენ შენთან ერთად. არ ვიცი, გექნება თუ არა რაიმე სახის შეხვედრა ან სოციალური დღესასწაული, ან კარგი, ან წვეულება, დაბადების დღე შეხვედრა, სადაც იქნება ის ადამიანი, რომელიც დიდი ხანი არ გინახავს და შენთვის ეს დიდას შეიძენს, ძალიან გაგაბედნიერებს. არის თასების ორიანი.
ბევრი თქვენგანი კვლავ შეხვდება ადამიანს, რომელიც უყვართ განსხვავებული ადგილიდან, კვლავ შეხვდებით ერთმანეთს შეზღუდვების გარეშე, კვლავ შეხვდებით ერთმანეთს ბლოკირებების გარეშე, ანუ მეტი ბლოკირებების გარეშე და შეთანხმდებით კომფორტულად იმაზე, თუ როგორ უყუროთ მომავალს. ამიტომ არის ასევე ზეიმი გარემოში, ასევე იმიტომ რომ შენ ამაზე საუბრობ, ზეიმობ ამას კომუნიკაციიდან. ეს საუბრი ჩემს ინტერესის ადამიანს, ვიყავ იმასთან და ჩვენ დავასრულეთ ეს სიტუაცია და ჩვენ მივცემთ ადგილს თანაცხოვრებას, ჩვენ მივცემთ ადგილს ერთად შეხვედრას. ისეა, თითქოს ასევე ვგრძნობ, რომ შენ აზიარებ შენს ახლო წრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. შეიძლება შენ კარგად, ძალიან ორიენტირებული იყო შენ სამუშაო ნაწილზე, ან შენ სწავლის ნაწილზე, კარიერაზე, ან ყველაფერი ერთად. მე გითხარი ეს, რადგან არის ხმლების დედოფლის კარტი და ცხოვრება გაკვირვებს იმ ადამიანის გამოჩენით, რომლის მიმართაც იწყებ თავს სრულად მიზიდულად გრძნობდე და ეს არის ასევე გარდაუვალი, რადგან არის თასების ორიანის კარტი. მაშინ სადამე გეძლევათ შანსი, აყვეთ დინებას და მიეცეთ ამ გრძნობას. დააკვირდით საკუთარ ემოციებს და დაიწყეთ იმ ურთიერთობით ცხოვრება, რომელიც თქვენთვის შეიძლება მართლაც ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან სასიკეთო აღმოჩნდეს. ამიტომ შენ ირჩევ ასევე თანამგზავრს ამ გზაზე, ამ ცვლილებაში, ამ დიდ ტრანსფორმაციაში. და რა მოხდება თუ ეს იყო ის, რაც შენ ითხოვე? კარგი, აი ისიც მოდის ამ თხოვნის გათვალისწინებით. შეიძლება ასევე იყოს, რომ რადგან შენ ასე ხარ დაკავშირებული იმასთან, რაც არის პერსონალური ევოლუცია. და შენ აკონკრეტებს საქმეებს მკაფიო და საბოლოო ფორმით. იპოვო ის პარტნიორი, ის ადამიანი, რომელსაც შენ შეგიძლია ენდო, ის მარჯვენა ხელი, ის ადამიანი, რომელსაც შენ შეგიძლია გაუზიარო ყველაფერი. აბსოლუტურად ყველა შენი იდეა, შემოქმედება, პერსპექტივა, პროექტები და მომავალი ხედვა. და ეს ადამიანი იზიარებდეს შენთან ერთად ამ ყველაფერს და შესაძლებელს ხდიდეს, რომ ასევე შეეძლო შენთან დაკავშირება ძალიან გაფართოებული ადგილიდან. რადგან შენ გაქვს იმის პროექცია, რომ ეს გაგრძელდეს, ადამიანი ასევე თან ყვება მთელ ამ პროცესში. იქნებ ეს აქამდე არ მომხდარა და შენ ყავდა ვინმე, ვინც მუშაობდა შენთან ერთად, ვინც გიჭერდა მხარს, ან ვინც იყო შენი პარტნიორი, ან ვინც იყო შენი მარჯვენა ხელი. მაგრამ ეს არ მომხდარა ასე. და კარგი, დღეს ცხოვრება მოგიტანს ასევე იმ ადამიანს, რომელსაც შეგიძლია ენდო სამუშაოს პროფესიის ადგილიდან. ახლა თუ ლომო, შენ წყვილში ხარ ამ მომენტში და გაიარე სიტუაცია, სადაც თავი იგრძენი კრიზისში, სადაც თავი იგრძენი კოშკში, სადაც გრძნობდი რაღაცნაირად, რომ ურთიერთობა იცვლებოდა, რა მოხდა ამ გრძნობასთან, რა მოხდა ამ ურთიერთობასთან. არის ის გაცნობიერება, გამოვლენა, რათა დაალაგდეს ეს კომუნიკაციიდან, გაგებიდან, კავშირის აღდგენიდან და იმისგან, რაც შეიძლება იყოს ასევე გამოვლენა იმ ადამიანისთვის, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. ეს არის კავშირი, რომელიც ნამდვილად ღირს, ეს არის კავშირი, რომლის გადარჩენაც შეიძლება თუ ეს შენი განზრახვაა. ასე რომ ის გველაპარაკება ამაზე, შეთანხმებაზე, ვალდებულებაზე და ემპათიაზე ამ ყველაფრის მიმართ. მოდი ვნახოთ, კიდევ რა დარჩა ჩვენთვის აქ? კარგი, ზომიერების კარტი. ხედავ, რომ კომუნიკაცია ძალიან არის აქტუალური. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ როდესაც ზომიერების კარტი ჩნდება გაშლაში, ადამიანი უნდა მოემზადოს ისეთი კომუნიკაციისთვის, რომელიც არკვევს სიტუაციას, რომელიც შეიძლება მივიდეს შეთანხმებამდე და რომელსაც შეუძლია მოიტანოს მოგვარება იმის ფონზე, რასაც დღეს ჩვენ აღვიქვამთ როგორც დიდ განსხვავებას. სადაც ვერ თანხმდებით ვინმესთან, არა? და ეს ვიღაც შემთხვევით არის ის, ვინც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ზომიერება გეუბნება, დამშვიდდი. რადგან მე ვიღებ ვალდებულებას დავაყენო საგნები აქ ჰარმონიაში, რათა მათ იდინონ და რომ ეს თან ახლდეს შენს თხოვნასაც, რადგან შენ შესაძლოა ასევე გინდოდეს გარკვეულ კლიენტთან მისვლა, გარკვეულ ადგილას მისვლა. გარდა გავიწყდეს, რომ შენ გაქვს ხმლების 6-იანი, გინდა განახორციელო მოლაპარაკება, გადაადგილება მოგზაურობისთვის, გადასასვლელად, გარკვეული საგნების შესაცვლელად ეკონომიკურ დონეზე. კარგი, ზომიერება გეუბნება, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ დავიწყო წონასწორობის დამყარება ამ ყველაფერში. და თუ შენ გიწევს შეთანხმება ან შეგუება გარკვეულ პიროვნებასთან ან გარკვეულ სიტუაციასთან, მე გაძლევ საუკეთესო შესაძლებლობას, ანუ მე გთავაზობ საუკეთესო გზას. საუკეთესო გზას, სადაც შენ დაინახავ შენი სურვილის დინებას. გარდა ამის ამ კარტში, მე ასევე პოულობ განკურნებას, რადგან ის ასევე გველაპარაკება კავშირში არსებულ განკურნებას. ზომიერება არ მქონდა ნანახი და გითხარი, აქ წერია, რომ ღირს ამ სიყვარულის დაცვა,
და ზომიერება ჩვენზე აფრქვევს ძალიან დიდ ემოციურ განკურნებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ეს ურთიერთობა. ამიტომ ეს არის ასევე შესაძლებლობა, რომ დავაყენოთ საგნები წესრიგში, ვისაუბროთ და დავიწყოთ. კარგი, სხვა ადამიანში საკუთარი თავის არეკლა იქიდან, რაც არის თანაზიარების ადგილი, რადგან შენ გეგმავ მომავალს მასთან, ხომ ასეა? კარგი, სწორედ ამიტომ ხდება სამართლიანობის აღდგენა, წონასწორობის სამართლიანობა. მე ვარ სამართლიანობის და ჰარმონიის მთავარანგელოზი. ეს არის მთავარანგელოზი რაგველი, რომელიც მოდის შენს დასახმარებლად, რათა დააბალანსო ყველა ის ენერგია, რომელიც შენს გარშემოა. ჩემი ყოფნა მოაქვს ცხოვრებაში, თქვენ ცხოვრებაში იმას, რაც არის კონფლიქტის მოგვარება. მან უკვე გამოგიგზავნა, მასწავლებელმა უკვე გამოგიგზავნა ზომიერება, მაგრამ აი აქ არის მთავარანგელოზი რაგველი, რომელიც თავს ავლენს ღვთიური სამართლიანობის მეშვეობით, არა? რადგან შენ უნდა გააცნობიერო ასევე, რომ უნდა მოემზადო გაგებისთვის ვიღაცასთან, ვინც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შენ გამოდიხარ დაძაბულობის მომენტიდან, რომელიც შესაძლოა აუტანელი გეჩვენებოდეს. მე მოვედი იმისთვის, რომ შეგახსენო, რომ იპოვი წონასწორობას. ხო, რომ მომიხმო ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდი. რათა მშვიდობა აღდგეს შენს ცხოვრებაში, რადგან მე მოვიტანდი სამართლიანობას და ჰარმონიას, რომელსაც შენ დღეს ითხოვ ლომო. შთამბეჭდავი გაშლაა. ცხოვრო გჯეროდეს და დაადგინო, რომ ეს მოხდება.